დანია სათავეში უდგას გრენლანდიაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს, რომლებშიც ნატოს წევრი რამდენიმე ევროპული ქვეყნის ასობით სამხედრო მონაწილეობს. თვეების განმავლობაში ამ არქტიკული ტერიტორიის გარშემო ვითარება დაძაბული იყო, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია ამ ტერიტორიაზე შეერთებული შტატების იურისდიქციის გავრცელებას გეგმავდა. დანიელის სამხედროების ინფორმაციით, Arctic Light 2025-ის წვრთნებში, რომლებიც წინა წლებში მიმდინარე მსგავსი სახელწოდების მანევრების გაგრძელებაა, დანიისა და ნატოს მოკავშირეების საფრანგეთის, გერმანიის, შვედეთისა და ნორვეგიის 550-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სამხედროების თქმით, პირადი შემადგენლობა მოკავშირეებთან ერთად ვარჯიშობს, რათა გრენლანდიის, დანიის სამეფოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ და არქტიკულ რეგიონებში ნატოს დასაცავად გააძლიეროს ერთობლივი რეაგირების შესაძლებლობები. განსაკუთრებულ ყურადღებასა და შეშფოთებას იწვევს რუსეთის სამხედრო ოპერაციები არქტიკაში. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ რუსეთმა ბოლო 20 წლის განმავლობაში არქტიკაში პოზიციები განიმტკიცა. რუსეთი არქტიკაში რეგიონული ზესახელმწიფოა. ბერინგის სრუტეში ალასკასა და რუსეთს შორის ისინი აწარმოებენ ოპერაციებს, რომლებიც აქამდე არასდროს გვინახავს. ვხედავთ, რომ ისინი ჩინეთის სანაპირო დაცვის გემებთან ერთად მუშაობენ და ასე შემდეგ. ამასთან ნორვეგიის ჩრდილოეთითა და ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ ბალტიის ზღვის არეალში ჩრდილოვან ფლოტთან ერთად რუსეთმა შეცვალა თავისი ქცევა. ფრეგატ ნილს იუელზე საუბრისას დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დანია მზადაა მეტი გააკეთოს არქტიკაში. მან ასევე დასძინა, რომ ღონისძიებაზე გრენლანდიის, დანიის, შვედეთისა და ისლანდიის თავდაცვის მინისტრებთან ერთად მან ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი პიტ ჰექსეტიც მიიწვია, თუმცა მან ვერ შეძლო დასწრება. ღონისძიებაზე შეერთებული შტატებიც იყო მოწვეული, მაგრამ სამწუხაროდ მათ ვერ მიიღეს მონაწილეობა. თუმცა როგორც ვითხრეს, ამერიკა ძალიან კმაყოფილი იყო. ადმინისტრაციისგან არაფერი მსმენია. ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ მეტი გავაკეთოთ აქ, არქტიკაში. ჩვენ ასევე მზად ვართ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ. Arctic Light-ის წვრთნებში, რომლებიც 9 სექტემბერს დაიწყო და პარასკევს დასრულდება, დანია განალაგებს ფრეგატს ორ ვერტფრენს, F-16-ის ორ გამანადგურებელსა და შეიარაღებული ძალების 3 შტოს პერსონალს, მათ შორის სპეციალური დანიშნულების რაზმებს. წვრთნების მიზანია დანიის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მზადყოფნის გაძლიერება გრენლანდიის გარშემო, მნიშვნელოვან კუნძულზე, რომელიც დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორიაა.